ბატონო ზარანდია. დოცენტი დიდგვაროვანი ოჯახიდან ამას ბევრი გავლენიანი პირი მფარველობს. თქვენ ალბათ ხედველობაში გაქვთ მიქელაძისა, გერმანიდან შემოტანილ აკრძალული ლიტერატურის სწავლას. დოცენტი ცუდად იქცევა გრაფ. მომისმინეთ მუშნი. დოცენტ მიქელაძის ბედით დაინტერესებულია თვით მეფის ნაცვალიც. თქვენ მას შეგიძლიათ ამაცილოთ ეს. დიახ, მოაწყოთ ისე, რომ მეფის ნაცვალით კმაყოფილი დარჩეს და დოცენტიც ჩამოაშოროთ პოლიტიკას. გასაგებია თქვენ აფხაზნელება. ეს გათვალისწინებული მქონდა. გათვალისწინებული? დიახ, თუ თქვენ ინებებთ და გამონახავთ თავისუფალ დროს და ეს არის ჩემს საუბარს თქვენ აფხაზნელებო დოცენტ მიქელაძესთან. სიამოვნებით. კაცი. ბატონო დოცენტო. რასელი რევოლუციისაგან პირად ასპექტში. ჩემი და ჩემის თანებისათვის წოდების აღრას, მამულებისა და ქონების კონფისკაციას და გლეხებისათვის დარიგებას. მოვალე იმას, რომ საკაცობრიო გენიას ახალი უფართოესი სამოქმედო ასპარეზი შეექმნება. განა არ ღირს ყოველივე ეს იმ სასჯელად, რომელსაც განაჩენით მომიჯი. სად არის გარანტია? ნუ თუ არ გესმით, რომ ყოველგვარი ახალი იდეის გადაგება ავანჯურიზმის მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს. არ დაფიქრებულ ხართ იმაზე, რომ რევოლუცია პატიოსანი არისტოკრატების ინტელექტს გამოიყენებს და შემდეგ გაუსწორდება მათ. როგორც საფრანგეთის რევოლუცია გაუსწორდა მიშელ დე ლეპელეტიეს და სხვათ. ეს რევოლუციის კანონზომიერებად მიმაჩნია და მაინც მის მხარეზე ვარ. აქ გავარ და სხვაგვარად არ ძალმიც. იცით ვის ეკუთვნის ეს სიტყვები? ვის? მარტინ ლუთერს. ბატონო დოცენტო, თქვენს რწმენას და იმას, რომ სხვაგვარად არ ძალგიცთ, დიდი გამოცდელის. მესამე პირია მოთახში კავკასიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი გენერალი გრაფი სეგედი გახლავთ. თქვენი ნათესავები ყველნაირად ცდილობენ გიხსნან. მის ბრწყინვალებას ისეთმა ადამიანებმა სთხოვეს, რომ გონებ მზად არის გიშველოთ რამე, თუ კი ამის საშუალება გამოჩნდება. თქვენი ბედიღმლით თვით მეფის ნაცვალიც კი დაინტერესებული. დასასრულ არც მე ვარ მტრულად განწყობილი, თუ კი ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს. არსებობს ორი შესაძლებლობა. რას აირჩევდით? თავისუფლებას თუ გადასახლებას? არჩევანი თქვენზეა, ბატონო დოცენტო. ბრძანეთ, რას აირჩევდით? თავისუფლებას თუ გადასახლებას? ჯერ ერთი მე არ ვიცი, რას მოითხოვთ ჩემგან დაპირებული თავისუფლებისათვის და მეორეც, თუ სიმართლე გნებავთ, ჩემთვის სულ ერთია. ამჟამად ჩემს წინაშე ორი ამოცანა დგას. უნდა დავამთავროს საკმაოდ ვრცელი ნაშრომი ძველ ქართულ ფილოსოფიურ მიმდინარეობაზე და აქტიური მუშაობა გავაჩაღო ხალხის პოლიტიკური გათვითცნობიერებისა და განათლების დარგში. ამ ორი მიზნის შესრულებას უნივერსიტეტის კედლებშიაც შეუძლებდა გადასახლებაშიაც. თქვენთვის ალბათ მოულოდნელია, მაგრამ პოლიტიკურ მოღვაწეობას უკვე აღარ შეძლებთ. რატომ, ბატონო ოფიცერო, ეს ხომ მხოლოდ ჩემი საქმე? არა მგონი. არ მესმის საითკენ მიგყავთ ეს, თითქოს და ზოგადი საუბარი.
იქითკენ რომ თქვენი გასამართლება ჩვენ ხელს არ გვაძლევს. რატომ? იმიტომ რომ იმ თავითვე ასე იყო განზრახული. მაპატიეთ, როგორ განზრახული ვის მიერ? გეგმით განზრახული. ისმინეთ, ბატონო დოცენტო. როლები შეიცვალა. თქვენ ცდილობთ წარსდგეთ სასამართლოს წინაშე, ამას ჩვენ უნდა ვცდილობდეთ. მაგრამ ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ პროცესი შედგეს. მისი ვერც ერთნაირი შედეგი ვერ მოგვცა მსხალს. მე ხელთ ამაქვს თქვენი განთავისუფლების ორდერი. საკმარისია მისი ბრწყინვალების ხელმოწერა და ამით თქვენი საქმის გამოძიება შეწყდება. კი არ მოისპობა. შეწყდება გარკვეულ მომენტამდე. მაგრამ იმ პირობით, რომ თქვენ აღარასოდეს დაუბრუნდებით პოლიტიკურ მოღვაწეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავასამართლებთ თქვენს თანამზრახველებს და გავავრცელებთ ხმებს, რომ ისინი თქვენი გაცემულები არიან. ჩვენი მიზანი შესრულებული იქნება, თქვენ ვერც ამ შემთხვევაში შეძლებთ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ცდებით, ბატონო ოფიცერო. მე საკმაოდ ავტორიტეტული კაცი ვარ, რომ თქვენ ეგ სიცრუე დაგიჯერონ. ეს სიცრუე კი არა, საბუთია, რომლის თანახმადაც თქვენ გერმანიიდან აკრძალული ლიტერატურა არ ჩამოგიტანიათ. აკრძალული ლიტერატურა თქვენ ჩვენგან მიიღეთ და პროვოკაციის მიზნით სასტუმროს ნომერში შეიტანეთ. მე ჩვენი საუბრის დასაწყისშივე ვთქვი, რომ თქვენს რწმენას და იმას, რომ სხვაგვარად არ ძალგიცთ, დიდი გამოცდა ელის. ბატონო ოფიცერო, თქვენ ისეთი დახვეწილი არ ამზადაბრძანდებით, რომ აქ იმპერიის რომელიღაც მიყრუებულ ადგილას თქვენი გამოყენება არსებული პოლიტიკური სისტემის გონებრივი უსუსურობის კიდევ ერთ მკაფიო გამოვლენებად უნდა ჩაითვალოს. გმადლობთ. მე გთხოვთ, გაიხსენოთ თავადო მიქელაძე, რომ ჩვენი ორი თვის ურთიერთობის მანძილზე არასოდეს მიმართავს თავხედობისა და შეურაცხყოფისათვის. და კიდევ ერთი რამ. თქვენს რევოლუციურ გადაცემაში ორაგულობას მოწყურებული კალმახი იგრძნობა. მაშინ, როდესაც მე ბალახი ვარ და არ მინდა ხედ ვიქცე. თუ ეს ვერაგული გეგმა მხოლოდ იმ მიზნით იყო შექმნილი, რომ კომპრომეტაციის გზით პოლიტიკური ბრძოლისაგან ჩამოგეშორებინეთ. არა, გეგმის ოფიციალური მიზანი ლიტერატურის რეკვიზიცია, დამნაშავეთა დაპატიმრება და დასჯა გახლდათ. თუ სიმართლე გაინტერესებთ, გეგმას საფუძვლად დაედოთ ჩემი პირადი დამოკიდებულება თქვენი პერსონის მიმართ. ამ შემთხვევაში სამსახურებრივი ინტერესები ჩემს პირად მიზნებს დავამთხვიე. კი, მაგრამ რა მიზანი გქონდათ? მე უპირველეს ყოვლისა ჩემი მოდმისა და ერის შვილთაგანი ვარ. მისი ერთგული, ყოველგვარი პარტიების გარეშე მდგომი, თითივით გალობილი მარტოკაცი. უახლოეს მომავალში თავის სიტყვა-სიტყვის ჩვენი ინტელიგენცია. აღდგება მეცნიერული ცოდნის გამომშვების ძველთაძველი მეთოდები. და თქვენი ამ მიმართულებით მოღვაწეობა უფრო მეტ სარგებლობას მოუტანს ჩვენს ერს, ვიდრე ანარქისტული იდეების ქადაგება. რისთვის გჭირდებათ ამდენი თვალთმაქცობა? და თუ ეს თვალთმაქცობა არ არის, რატომ ლაპარაკობთ მისი ბრწყინვალების თანდასწრებით ასე გულახდილად? არ გეშინიათ, რომ ჟანდარმერიიდან დაგითხოვენ? აქ გავარ და სხვაგვარად არ ძალმიც. მომისმინეთ, ბატონო დოცენტო. მე ხელს ვაწერთ ორდერს
თქვენსგან თავისუფლებაზე. მაგრამ გაფრთხილებთ, რადგანაც მივიღებთ სათანადო ცნობას, რომ ჩვენი პირობა დარღვეულია და თქვენი ქვედგე ხარ და სხვაგვარად არ ძალგიცთ, განცემის რეპუტაცია გარანტირებული გაქვთ. ნახონდეს.